ვინ მუშაობს ეგრეთ წოდებულ სქროლვა სკრინვის სააგენტოში? პუბლიკა ახლად შექმნილი უწყების თანამშრომლებზე მოგიყვებათ. სანდრო კეპაშვილი, ელენა თოდუა, თათია კაცაძე და ოთარ გვიმრაძე. სწორედ ამ ადამიანების მიერ არის შედგენილი ის სამართალდარღვევის სოქმები, რის საფუძველზეც სასამართლო მოქალაქეებს Facebook-ზე დაწერილი პოსტებისა თუ კომენტარების გამო აჯარიმებს და პატიმრობაშიც უშვებს. ისინი სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიციას იკავებენ. საქმის მასალებიდან ირკვევა ისიც, რომ მაგალითად ელენა თოდუა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია, სანდრო კეპაშვილი კი პოლიციის ლეიტენანტი. უწყებას, რომელსაც მოქალაქეებმა სქროლვა სკრინვის სამმართველოში არქვეს, თამთა ქიმბარიშვილი ხელმძღვანელობს. ის საზოგადოებას აქამდე პროტესტთან დაკავშირებული არაერთი ადმინისტრაციული საქმის განხილვიდან ახსოვს. ნამდვილად ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა და იმდენად მრავალფეროვანია ქართული ენაც, რომ შესაბამისად ძალიან სიღრმისეულად გვიწევს თითოეული განცხადების ანალიზი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად ცდება თუ არა ეს ფრაზა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. თანამშრომელთა Facebook ანგარიშების დათვალიერების დროს, მაგალითად საჯაროდ ხელმისაწვდომი დაგხვდა სანდრო კეპაშვილის პოსტების ნაწილი. პოსტებს შორის ვნახეთ ისეთებიც, რის გამოც ახლა ის სხვებს უდგენს სამართალდარღვევის ოქმებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად ის ჩვენ ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. კომენტარისთვის ასევე ვურეკავთ სამმართველოს ხელმძღვანელს თამთა ქიმბარიშვილს. გამარჯობა, თამთას ვესაუბრები ხომ ქიმბარიშვილს? გამარჯობადია. გამოცემა პუბლიკიდან გირეკავთ თამთა, მოკლე კომენტარისთვის, თუ შეიძლება დღეს ნახეთ ალბათ ამერიკის საელჩოს განცხადება სამმართველოზე. გამარჯობა. თუ შეიძლება რა, კომენტარებს მოვედით კომენტარზე, თუ შეიძლება თქვენ თანამშრომლებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე შეკითხვა. სატელეფონო ზარზე გვიპასუხა თათია კაცაძემ. მან გითხრა, რომ სამმართველოდან წავიდა, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი არ სურს. მუშაობდი და დავასრულე, წამოვედი, გადავედი სხვა სამსახურში და დეტალებზე თქვენთან აღნიშნულის განსხვავებას ნამდვილად არ ვაპირებ. სქროლვა სკრინვის სამმართველოს მიერ სასამართლოში შეტანილ საქმეებზე შესაძლოა ძირითადად 5 იურისტი წარმოადგენს. ესენი არიან: მარიამ კერესელიძე, სალომე ქირია, ანიკა კიაშვილი, ნათია გიგლემიანი და ანდრო გურული. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია პუბლიკა ჯიზე.